საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს ნინო სამნიაშვილი გაგაცნობთ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხოლმე საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გუყლეთ ცილქნეზე, მაგთისაცი და მაი ვიდეოზე. ახლა კი ანონსი. დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების და საარჩევნო სიის წარდგენის ბოლო ვადა იყო, ვინ დარეგისტრირდნენ გურჯაანის ნომერ 12 საოლქო საარჩევნო უბანზე. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი კახეთიონის მეტპერსონალსა და ბაღის პედაგოგებს შეხვდა. რა მოხდა სამუსიკო სკოლაში, რატომ მოუწიათ საბავშვო ბაღის აღზრდებლებსა და მენეჯერებს თავის მართლება. გავიგეთ, რომ შეხვედრაა და მოვდივართ. არ შეიძლება? კი. რას პირდება რესპუბლიკური პარტიიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყურელაშვილი ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში. ვრცელი ინტერვიუ 22 საათზე. ახარებს რომ მოხვდი იმ ფაკულტეტზე, რომელიც პირველივე მეწერა. წარმატებული გურჯაანელი პირველ კურსელები და მოსალოდნელი რეფორმა დაიწევს თუ არა ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და დასჭირდება თუ არა აბიტურიენტებს კვლავ რეპეტიტორებთან მომზადება. ეროვნულიც საკმაოდ გართულებული იყო, განსაკუთრებით მათემატიკა, რაც ჩავაბარე მეოთხესაგნად. მეღვინეობა ხარებამ პირველ გლობალურ ღვინის კონფერენციას უმასპინძლა. მშრალი ოქროსფერი ღვინო. ჩვენ ამას ვეძახით ოქროსფერ ღვინოს. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. საპარლამენტო არჩევნებამდე 30 დღე დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და საარჩევნო სიის წარდგენის ბოლო ვადაა. გურჯაანის ნომერ 12 საოლქო საარჩევნო უბანზე გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ნაწილი დარეგისტრირდა. დღეის მონაცემებით სულ 4 მათგანია დარეგისტრირებული. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი ელგუჯა გიორგაძე, უსუფაშვილი რესპუბლიკელებიდან ზვიად ყურელაშვილი, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობიდან გია ხელაშვილი და თარხან მოურავი ირმა ინაშვილის ბლოკიდან ნათია გიორგაძე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით დანარჩენი კანდიდატების სავარაუდოდ პარტიებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაარეგისტრირეს. ამჟამინდელი მონაცემებით ჩვენ საარჩევნო ოლქში, ანუ 24 მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირებული არის 4 საარჩევნო სუბიექტი. სავარაუდოდ დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გადმოგვეწყვეტება მონაცემები იმ კანდიდატების, რომლებმაც საბუთები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს. 2 დღის ვადაში ჩვენს მიერ შესაბამისად მოხდება მათი დარეგისტრირება. ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ხელაშვილი იქნება. კანდიდატი ამომრჩეველს ერთიან საქართველოში ცხოვრებას, ძლიერ ეკონომიკას და ქვეყნის განვითარებას პირდება. გია ხელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად გეგმავს. მას იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი 8 ოქტომბერს სწორედ მის კანდიდატურა შემოხაზავს. დავრეგისტრირდი უკვე, როგორც მაჟორიტარი კანდიდატი ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობიდან და ამომრჩეველს პირდებით ერთიან საქართველოს, ძლიერ ეკონომიკას, ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრას, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი და დღესდღეობით უკიდურესად რომ არის გართულებული ჩვენი მოსახლეობისთვის. აქამდე, როგორც ხედავთ, მთელი ამდენი წლის მანძილზე მსგავსი ტიპის პრობლემები ვერ გადაიჭრა, ვერანაირად, არაფერი წინ არ წასულა ისეთი უმთავრესი პრობლემის მიმართ, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში დავით სონღულაშვილი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს იგი ქართულ-ფრანგულ სადიაგნოსტიკო ცენტრ კახეთიონს ეწვია და მეტპერსონალთან ერთად ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. დავით სონღულაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კახეთიონის პრეზიდენტის ერიკ ჟანწის დახმარებით გურჯაანში სოფლის მეურნეობის სასწავლებლის გახსნას გეგმავს, სადაც კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში ფრანგული მხარე აქტიურად ჩაერთვება. შეხვედრას ჩვენი ჟურნალისტი ვერა იაშვილი ესწრებოდა და დეტალურად სიუჟეტში გვიამბობს. ეს ნებადობების საყარადი
ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში დავით სონღულაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქართულ ფრანგულ სადიაგნოსტიკო ცენტრ კახეთი იონს ეწვია. კლინიკა დაათვალიერა და აქ მომუშავე თითოეულ ექიმს პირადად გაეცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახეთი იონის გამგეობის პრეზიდენტ ერიკ ჟანტსაც შეხვდა და მასთან ერთად ქართულ ფრანგული ცენტრის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილა. უახლოეს კვირებში კი დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და მხარდაჭერით კლინიკა C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევებისა და მკურნალობის პროცესში ჩაერთვება. ეს დაავადვალიერება ეს კლინიკა ძალიან საინტერესო კლინიკა და ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონისთვის და რაიონისთვის პირველ რიგში და რეგიონისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულება არსებობს რაიონში უახლეს ტექნოლოგიებით აღჭურვილი. ძალიან დიდი მხარდაჭერა გადის ფრანგული მხარის ამაში, რომ ეს ცენტრი ესე განვითარდა და უახლოეს მომავალში იგეგმება ჰეპატიტის კაბინეტის გახსნაც, რაც მიემატება იმ მრავალფეროვან არჩევანს ჯანმრთელობის მკურნალობის, რომელსაც ცენტრი წარმოადგენს. დავით სონღულაშვილი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კახეთი იონის პრეზიდენტის ერიკ ჟანტის დახმარებით გურჯაანში სოფლის მეურნეობის სასწავლებლის გახსნას გეგმავს, სადაც კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაში ფრანგული მხარე აქტიურად ჩაერთვება. მოხარული ვარ, რომ დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი დღეს ჩვენს კლინიკას ესტუმრა. მე მას 15 წელია ვიცნობ და ვიცი, რომ იგი გურჯაანის რაიონის განვითარებით ყოველთვის დაინტერესებული იყო. ამიტომ ვფიქრობ, არაჩვეულებრივი კანდიდატია გურჯაანისთვის. სწორედ მისი ინიციატივით და მხარდაჭერით უახლოეს დღეებში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში ჩავერთვებით. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს სოფლის მეურნეობის ლიცეუმის გახსნა გურჯაანში, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული და ფრანგული მხარეების დაახლოვებას. მოხარული ვართ დღევანდელი ვიზიტით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურ წარმომადგენელთან თანამშრომლობა. ბატონ დავითს მე ვიცნობ ძალიან დიდი ხანია. ვიცი, რომ ეს არის არაჩვეულებრივი იროვნება და იმედი მაქვს გავაგრძელებთ არა მარტო მეგობრობას, არამედ უკვე ურთიერთთანამშრომლობას და შევძლებთ ესე რომ ვთქვათ, ბევრი კარგი საქმის ერთად გაკეთებას. მივესალმებით დავითის ვიზიტს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი მასობრივად ექიმებთან ვიზიტი და შესაბამისად რაც უფრო მეტად ეცნობა ადგილობრივ სიტუაციებს და უფრო მეტად განიხილავს და თვითონ ნახულობს აქ ადგილობრივად რა ხდება თითოეულ ექიმთან ვიზიტი, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აირაის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო და წინა საარჩევნო შეხვედრებსა და სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა. დღესვე ქართული ოცნებიდან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი დღის პირველი საათიდან 2:30-მდე საბავშვო ბაღების პედაგოგებს შეხვდა. მან აღმზრდელებსა და მენეჯერებს წინა საარჩევნო პროგრამა გააცნო, შემდეგ კი მათი პრობლემები მოისმინა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატობის კანდიდატი პედაგოგებს სამუშაო საათებში ხვდებოდა და ისინი იძულებით მიყავდათ სამუსიკო სკოლაში. ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს თავად აღმზრდელებმა. ბაღების გაერთიანების მენეჯერმა კი განმარტა, რომ ისინი დავით სონღულაშვილის შესვენების საათზე შეხვდნენ და მზად არიან თავიანთი პრობლემები სხვა პარტიის წარმომადგენლებსაც გააცნონ, თუ დაინტერესდებიან ისინი. ჩემი ნებით მოვედი, გავიგე რომ იყო შეხვედრა მაჟორიტარ დეპუტატთან და სრული გამოვთქვი შევხვედროდი მას. ნებაყოფლობით არა. არა, დამოვალაკიერა ჩემით. თქვენ ეს უბანში და წამოვედი. გავრცელდა ინფორმაცია და მოვეთ არავის არ შეუტყობენ ჩვენი ნებასურვილით. გამოვცხადით ამ შეხვედრაზე. დანარჩენს გავიგებთ აქ. გავიგეთ რომ შეხვედრაა და მოვდივართ. არ შეიძლება? კი. შეხვედრა გაიმართა 1-დან 2 საათამდე, ეს არის შესვენების პერიოდი და არანაირად ჩვენ საარჩევნო კანონი არ დაგვირღვევია. ზოგადად ვიტყვი იმასაც, რომ თუ კი სხვა პარტიასაც ექნება სურვილი, რომ შეხვდეს ბაღების თანამშრომლებს, მე მოხარული ვიქნები, ჩვენ ამ შეხვედრას გავაკეთებთ და ყველას მოვუსმენთ, ასე ვთქვათ და საბოლოოდ 8 ოქტომბერს ისე გავაკეთებთ არჩევანს. თელავი ახმეტის გაერთიანებულ ოლქში საარჩევნო ბლოკ თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ ბეჟანოვი იქნება. კანდიდატი ყარაჯალის მოსახლეობას გოგი თოფაძემ წარუდგინა. კოალიციის ლიდერის თქმით, მათ კანდიდატს თელავსა და ახმეტაში მაღალი რეიტინგი აქვს.
ძალიან ბევრს გაუკეთებს ამ სოფელსაც და მთელ რაიონს. კაცი, რომელიც წმინდა თავის წარსულით და რომელსაც აი ესეთ პატივისცემს საზოგადოება. მთელი სოფელი, იგივე ახმეტა, იგივე დიდი სოფლები სულ ყველა ამ კაცის პატივისცემს გამოხატავენ. მე ადამიანი ვარ, რომელსაც უანგაროდ ვემსახურები და ხალხს ზოგიერთს წინს რომ აღარ ვემსახურებოდი, იმიტომ რომ ჩემი პრობლემებს ვდებდი განზე და გამოდიოდი და გადავწყვიტე რომ რა ვქენ მე მსახურე უკვე ხალხისთვის და ხალხის მომზე დრო მოვიდა იმის რომ მე ამ ხალხს მოვემსახურე. მეღვინეობა ხარებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის მიერ ორგანიზებულ პირველ გლობალურ ღვინის კონფერენციას უმასპინძლა. საერთაშორისო კონფერენციაზე 150-ზე მეტი ორგანიზაციიდან 250 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. მათ ყვარლის გვირაბი დაათვალიერეს და იშვიათი ჯიშის ყურძნისგან გამოწურული ღვინო დააგემოვნეს. კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძეც დაესწრნენ. მეღვინეობა არის ძალიან კომპლექსური ინდუსტრია და ის მხოლოდ არ ითვალისწინებს დღეს უკვე ღვინის წარმოებას, არამედ შექმნილი პროდუქტის მომხმარებლისათვის გაცნობას და ტურიზმს ამ საქმეში უჭირავს უდიდესი როლი და დღითი დღე ტურიზმის როლი მეღვინეობაში ძალიან თვალსაჩინო ხდება. ამისათვის მთლიანად არა მარტო საქართველოში, მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით მეღვინეები მომართული არიან, რომ მეტი ტურისტი ყავდეთ, მეტი ღვინო გაასინჯონ მათ და შესაბამისად მათ ბრენდს მოუტანონ აღიარება. დღეს ჩვენ ქვეყანაში მასპინძლობთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან ერთად ორგანიზებულ პირველ გლობალურ ღვინის კონფერენციას, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ავამაღლოთ ცნობადობა ჩვენს ქვეყანაზე, ავამაღლოთ ცნობადობა სწორედ იმ საზოგადოებაში, ვინც არის დაკავებული ღვინით, ვინც არის დაკავებული ღვინის ტურიზმით და კიდევ ერთხელ გავიმყაროთ ის პოზიციები, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეძელი დაგვეწუნებინა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, რომ ღვინის ტურიზმს ჭირდება ცალკე გლობალური კონფერენცია მსოფლიოში და პირველივე კონფერენცია ტარდება საქართველოში. ეს ხელშეუწყობს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი კიდევ ერთხელ გავაცნოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და რა თქმა უნდა გავაჟღეროთ მთავარი გზავნილები ღვინოსთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური ჯიშებისგან, უნიკალური ქვევრის ტექნოლოგიით ვამზადებთ ღვინოს და რა თქმა უნდა ეს ღონისძიება, ეს კონფერენცია ტურიზმის დასთან ერთად ხელშეუწყობს იმას, რომ გაიზარდოს ქართული ექსპორტის ღვინის ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში და ეს ფანტასტიკური ქვეყანა. ჩემი მეგობრებისგან გამეგო საქართველოს შესახებ და დღეს ყოველივე ამაში დავრწმუნდი. საქართველოში ტურიზმის განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და მსოფლიოც უნდა ჩაერთოს ამაში. რაც თავარია, ქართული ღვინო არის უნიკალური და გამორჩეული და მსოფლიომ უნდა გაიცნოს, როგორც საქართველო, ასევე ქართული ღვინო. წარმატებული გურჯაანელი ახალგაზრდები და მოსალოდნელი რეფორმა. მუკუზნელი აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი ქულებით უფასო ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ, თუმცა მათ ამისთვის რეპეტიტორებთან მომზადება დასჭირდათ. მალე უმაღლეს სასწავლებლებში სწორედ კარგად მომზადებული ახალგაზრდები მოხვდებიან და შემთხვევით ჩარიცხვის ალბათობა შემცირდება. განათლების სამინისტრო ამისთვის ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევას გეგმავს. კიდევ რა სიახლეები იგეგმება და როგორ იცვლებოდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი წლების განმავლობაში ეკა თეთრაძე გიამბობთ. ინგლისური 95, უნარები 64, ქართული 69, მათემატიკა 38. ამ შედეგებით მუკუზნელი ლანა ჟამურაშვილი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის უფასო ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ამბობს, რომ ეს წარმატება დიდი შრომის შედეგია. მაღალი ქულები რომ მიიღო, ბევრს მეცადინეობდა, თუმცა საჭირო ცოდნის მისაღებად რეპეტიტორების დახმარებას დასჭირდა. ძალიან გახარებული ვარ სტუდენტი რომ გავხდი, ძალიან ასევე ის მახარებს რომ მოვხდი იმ ფაკულტეტზე, რომელიც პირველივე მეწერა და ძალიან მინდოდა რომ მთელი წელი მოცნებობდი რომ ამ ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავი. თვლი რომ საკმაოდ ბევრი შრომა დამჭირდა, იმიტომ რომ ყოველ დღე დავდიოდი სკოლაში და თითქმის ყოველ დღე დავდიოდი რამდენიმე რეპეტიტორთან, რომ მომესწრო ყველაფერი ერთად და ყველაფერში ვცდილობდი რომ მობილიზებული ვყოფილიყავი. სკოლაც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ყველაფერში და რა
თქმა უნდა რეპეტიტორებიც. რეპეტიტორთან მომზადება მოუხდა მის თანაკლასე ლიზი კარელიძესაც, რომელიც ასევე მაღალი შედეგებით საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ლიზი სეულში ამ ფაკულტეტზე ჩარიცხულ 122 აბიტურიენტთა შორის, ვინც მეოთხე საგნად მათემატიკა აირჩია, რეიტინგში მე-6-ია, ზოგადუნარებში მიღებული ქულების რაოდენობით კი მესამე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომის ფასად ხდება ეს ყველაფერი, მით უმეტეს წელს, იმიტომ რომ საატესტატოდ საკმაოდ გართულებული იყო და დიდი პროცენტი მოაკლდა ეროვნულ გამოცდებს და ასევე ეროვნულიც საკმაოდ გართულებული იყო, განსაკუთრებით მათემატიკა, რაც ჩავაბარე მეოთხე საგნად და მომავალ სტუდენტებსაც ვურჩევ, რომ კარგად მოემზადონ და დიდი შრომა ჩადონ ამ ყველაფრისთვის, თუნდაც რომ მაღალი შედეგები დადონ. მალე უმაღლეს სასწავლებლებში ძირითადად იმ დონის ბავშვები მოხვდებიან, როგორებიც მუკუზნელი გოგონები არიან და შემთხვევით ჩარიცხვის ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ამისთვის განათლების სამინისტრო ეროვნული გამოცდების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საწევას აპირებს. მოიხსნება რეპეტიტორების საჭიროებაც და ამ მიზნით მინისტრი სკოლებში ბოლო 2 კლასის გაძლიერების იდეით გამოდის. ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველად 2005 წელს ჩატარდა. მაშინ ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 15% იყო, რაც 2008 წლის ჩათვლით შენარჩუნდა. ამის შემდეგ ზღვარი სხვადასხვა საგანში რამდენჯერმე შეიცვალა. ეს კი გარკვეულწილად აისახა იმ აბიტურიენტების რაოდენობაზე, რომელთაც ზღვარი ვერ გადალახეს. მაგალითად, პირველ ეტაპზე ზოგადუნარებში მათი პროცენტული რაოდენობა 0.3% არ აჭარბებდა. 2009 წელს 9 წელს კი 16% შეადგინა. როდის და რა დონეზე აიწევა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ცვლილების შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდება. ამიერიდან ტელეკომპანია გურჯაანი ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს გაგაცნობთ გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. თქვენ გაიგებთ თუ რას გპირდებიან ისინი გამარჯვების შემთხვევაში. რამდენიმე წამში შემოგთავაზებთ ინტერვიუს რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, იგი რამდენიმე საათის წინ ჩავწერეთ. ჩვენი სტუმარია რესპუბლიკური პარტიიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყვირალაშვილი. ბატონ ზვია, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იღებთ მონაწილეობას. სანამ ინტერვიუს დავიწყებთ თქვენთან, მაყურებელს ვაჩვენებთ თქვენს პირად დოსიეს. ზვიად ყვირალაშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დაამთავრა ქალაქ გურჯაანის ნომერ 1 საშუალო სკოლა. 1990 წელს კი წარჩინები დაასრულა ვორონეჟის პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. 1995-2002 წელში სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ინჟინერ-ტექნოლოგიის სპეციალობით. 2015 წელს პოლონეთში გაიარა აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო ადმინისტრირების აკადემიის კურსი. 2010 წელს დაამთავრა პოლონური პროგრამული სკოლა რეგნეტი. 2008 წელს გაიარა ახალგაზრდა ლიდერთა სკოლა. 1992-93 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში აფხაზეთის რეგიონში. 2014 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი. 2012-2013 წლებში იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე. 2006-2010 წლებში მუშაობდა გურჯაანის საკრებულოში ფრაქცია რესპუბლიკელების თავმჯდომარედ. 2014 წლის ივლისიდან დღემდე არის ქალაქ გურჯაანის დეპუტატი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2007 წლიდან დღემდე რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. ბატონ ზვიად, რესპუბლიკური პარტიის მთავარი სლოგანი არის გავთავისუფლდეთ, რისგან უნდა გათავისუფლდეს გურჯაანის რაიონის მოსახლეობა? გამარჯობათ, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს და რა თქმა უნდა მომრჩეველს. გავთავისუფლდეთ ეს ფართო მოცულების სპექტრს მოიცავს სიტყვა გავთავისუფლდეთ, რადგან ძალიან ბევრი რამისგან ჯერ კიდევ გჭირდება გათავისუფლება. ძალიან ბევრი რამისგან ჯერ კიდევ თითოეულ ადამიანს ჯერდება გათავისუფლება. მაგალითად რისგან? და გათავისება იმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნები. თუნდაც დავუკავშიროთ ეს სლოგანი არჩევნებს, ხო გავთავისუფლდეთ რისგან. გავთავისუფლდეთ შანტაჟისგან, გავთავისუფლდეთ იმ მანკიერი თვისებებისგან, რომელსაც წლების განმავლობაში იყენებოდა წინა ხელისუფლება და რატომღაც ამ ხელისუფლებამ სწორედ სეგმენტურად გამოკვეთა ასეთი მავნე თვისებები და ახორციელებს უფრო წარმატებულად ვიდრე წინა ხელისუფლება. აი ამისგან ამ ყველაფრისგან უნდა გავთავისუფლდეთ, უნდა გავთავისუფლდეთ წარსულში დაბრუნებისგან, უნდა გავთავისუფლდეთ იმ ბოლშევიზმისგან, რომელსაც თითქმის ყველა სახელმწიფო პარტია იღწვის. თქვენ რატომ უნდა დაგიჭიროთ ამ მომრჩეველმა მხარი, რას პირდებით გურჯაანის რაიონის მოსახლეობას? მე ჩემთავს თავაზობ გურჯაანის მოსახლეობას, რადგან თუ რამე ვიცი მხოლოდ ამ ტიპის საქმე.
პარლამენტში ყოფნით შემიძლია სარგებლის მოტანა, სხვასაც შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ არ უნდა დავიყვანოთ ეს არჩევნები კეთილსა და ბოროტებს შორის ბრძოლაზე, ტრებსა და გმირებს შორის ბრძოლაზე. კარგი ადამიანები არიან წარმოდგენილი ოლქში. იმ კარგებს შორის უკეთესი უნდა გამოვარჩიოთ. ფიქრობ, რომ ცოტათი უფრო უკეთესი შეიძლება ვიყო, ან და ცოტა უფრო მეტად შეიძლება ვიყო ხელისუფლების კანდიდატზე სონგულაშვილზე უკეთესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აი, მაგალითად რითი ხართ უკეთესი? ამ მომრჩევლის გადასაწყვეტია კონკრეტულად ზვიად კვირველაშვილი ჯობია იყოს მომავალ პარლამენტში თუ კონკრეტულად დავით სონგულაშვილი. თუ რატომ ფიქრობ ასე რომ რატომ ვარ ცოტათი უფრო უკეთესი ამ შემთხვევაში? ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მინდა ხაზი გაუსვა, პარალელი გავაკეთო ჩემს მოღვაწეობას საქმიანობას ამ ხნის განმავლობაში თუ რა შევძელი გურჯაანის რაიონისთვის, თუ რა გავაკეთე გურჯაანის მოსახლეობისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება ჩემი ინიციირებით, მე შემიძლია ჩამოთვალო, შემიძლია რამდენიმე მოვიყო, მაგალითად უბრალოდ ჩამოთვალო ძალიან შორს. წავიყვანს თუნდაც მრავალშვილიანი ოჯახების დაფინანსება, ერთჯერადი დახმარება, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება, სამშობლოებთან დაფინანსებები, ну демографიული პრობლემები ყოველთვის იყო ჩემთვის ტკინეული თემები და ამას რა თქმა უნდა ძალიან ბევრი პროგრამები იქნება მიზღვნილი. ასევე ხაზი გაუსვა თუნდაც ახალ პროგრამას, რომელიც ახლა ხორციელდება სტუდენტების ახალისების პროგრამა გაუმჯობესა. გურჯაანის მოსახლეობას რაიონის მოსახლეობის პრობლემა კვლავ არის სასმელი წყალი, გზები და კიდევ სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები. თქვენ ბრძანდებით გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ქალაქ გურჯაანის დეპუტატი. შეიძლება ამორჩევლის გარკვეულმა ნაწილმა თქვას, რომ იგი არის ხელისუფლებაში და რატომ არ მოგვიგვარა ეს პრობლემები, რას უპასუხებთ მათ? დიახ, მე უპასუხებ სწორედ ჩემს ამორჩევლებს ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ჩემი ჩართულობით. მე მარტო ქალაქზე არ ვისაუბრებ, ქალაქში რა თქმა უნდა ბევრი რამე მოგვარდა. ისეთი ქუჩები თავისი სანიაღური არხები და კანალიზაციები და ასფალტირებით გაკეთდა, რაც 20-30 წლის განმავლობაში ნატრად გქონდა მოსახლეობას ქცეული. ასეთი ქუჩები გაკეთდა, შეკეთდა და ეს სწორედ ჩემი ჩართულობით და დახმარებით სოფლიო ბანკის მეშვეობით, იმიტომ რომ მქონდა შეხებები, თხოვნები, ხასე ვთქვათ. თავი პრობლემები კიდევ რა არის რაიონში, რას გამოყოფთ თქვენ? რა თქმა უნდა დასაქმება, რა თქმა უნდა უმუშევრო. აი თქვენ როგორც დეპუტატი როგორ გადაწყვეტთ უმუშევრობის პრობლემას? როგორც დეპუტატი, ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, რაც მისცემს საშუალებას მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარებას. დღეს ეს მხოლოდ და მხოლოდ არის ტრაფარეტული სიტყვები, რომ ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესს ვეხმარებთ. ვერ ვეხმარებთ. იყოს თქვენ კონკრეტულად ძალიან მარტივად ვიტყვი, თუნდაც შედარებას მოვიყვან, როდესაც საუბრობთ სესხებზე, გზელვადიან სესხებზე, საბანკო სესხებზე, ესე იგი, გამოდის ის, რომ ამ სესხის სერვიზით ანუ სიკეთის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, ან გლეხობის იმ ნაწილს, რომელსაც აქვს 2 და 3-ჯერ მეტი შემოსავალი, ვიდრე დაუშვათ მცირე მეწარმეს. დახმარებას შემოადგენლებს როგორ შექმნით? აი ამ უმრჩეველს უფრო კონკრეტულად განუმარტოთ, დიახ. კი. პირველი ხასუსავ. დიახ. კარგი საკანონმდებლო საგადასახადო საკანონმდებლო ბაზის შექმნით. გასაგებია. პირველ რიგში, რაც აუცილებელი, კარგად რო გაიგოთ ჩვენ ამაზე წელი გადაცემა მოგვიწევს, იმიტომ რომ ეს არ შეიძლება სეგმენტურად დავყოთ, ეს მთელი დიდი პროგრამაა. ჩვენ ვართ მყარი და სანდო პარტნიორები, რესპუბლიკელები ყოველთვის ვიყავით იმ ამორჩევლის იმ სეგმენტზე გათვლილი, რომელსაც ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების გვერდში დგომა და დახმარება ჭირდება. ბატონ ზია, თქვენ რომ ბრძანდებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ეს თქვენი ძლიერი მხარეა თუ სუსტი? რა თქმა უნდა ძლიერი მხარეა იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ამ ჩემი ჩართულობით თუნდაც ამ თანამდებობიდან ძალიან ბევრი მოხერხდა და ძალიან ბევრი ასე ვთქვათ პრაქტიკაც იყო იქნა მიღებული, ასე რომ მე არ მოვდივარ ქუჩიდან და საკანონმდებლო ბაზას არ დავიწყებ ქუჩიდან შექმნაში. ამისთვის გარკვეული გამოცდილება დამიკროვდა, გარკვეული ცოდნა და მე მინდა ეს ცოდნა და გამოცდილება სწორედ ახლა უკვე სხვა სიმაღლებიდან გამოიყენა. თქვენ ახსენეთ დავით სონგულაშვილი, მხოლოდ მას მიიჩნევთ კონკურენტად? მხოლოდ მას მიიჩნევთ კონკურენტად არა, რადგან არა მე ხაზი გავუსვა ძალიან კარგი ადამიანები იყრიან, კი ეს მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან წარმოადგენლი კანდიდატებად, მაგრამ მე მხოლოდ სახელმწიფო კანდიდატს მივიჩნევ იმისთვის, რომ ისინი იყენებენ ამ რესურსს, ადმინისტრაციულ რესურსს და სამთავრობო რესურსს ასე შემდეგ. ასე იყენებენ. ისინი ცდილობენ მხოლოდ ამის მეშვეობით მოახდინონ ამ არჩევნების ასე ვთქვათ მანდატის მიღება. მართველი გუნდის გარდა 7 მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატია, მათ არ განიხილავთ რომელიმეს მათგან კონკურენტად? ყველა დღეს თანაბარ კონკურენტულ არიან გარემოში ვართ ყველა გარდა სახელმწიფო კანდიდატის. მე მინდა მიმართო ჩემს ამორჩევლებს. ზვიად კვირველაშვილი, თქვენი პრობლემების მოგვარების საუკეთესო არჩევანია. შემოხაზეთ ნომერი 6. ნომერი 6 თქვენი იმედების და გამარჯვების რიცხვია. ჯეროდეთ ჩვენი
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად შევცვლით, ერთად გავთავისუფლებით იმ ყველა მანკიერი პრობლემებისგან, რომელიც არსებობს და რომელსაც ჯერ კიდევ კარად გაუდგია ფესვები ჩვენს დღევანდელ რეალობაში. დიახ, და თავარი მანკერება მაინც რა არის? აი რისგან გიდათ რომ გათავისუფლდეს რაიონის მოსახლეობა? რაიონის მოსახლეობა მინდა გათავისუფლდეს შიშისგან. ვისი ეშინიათ? ეშინიათ იმ მავნე გადმონაშთის, რომელიც აქამდეც არსებობდა და ახლა უკვე პირდაპირ უსვავ ხაზს, ახლა უკვე სეგმენტურად გაძლიერებული აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. აი კონკრეტულად რო თქვათ, რა არის ეს გადმონაშთი, რო გავიგოთ კარგად? ის რომ აშინებენ, თუ არ მოგცემთ ხმას, დაკარგავთ სამსახურებში. შეგიძლიათ ასეთი ფაქტი გითხრათ, ჩვენთვის უამრავი ფაქტია, მე გეტყვით პირდაპირ ახლა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს რომ ეშინიათ, იმიტომ არ ამობენ, არ იღებენ ხმას, ხო, რომ ეშინია და იმიტომ ვინ აშინებთ? რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვინ აშინებს ახლა ამას სხვა როგორ აშინებს ახლა? თქვენ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას, თუ არ მისცემენ ხმას, ნუ განთავისუფლენ სამსახურებიდან, სწორედ ეს პრობლემაა. ეს პრობლემა, რომელიც ყოველ არჩევნებზე მუდმივად მუსილებს. ჩვენთვის მედიისთვის არის მნიშვნელოვანი, აქამდე არ გვსმენია ასეთი ფაქტის შესახებ, თუ შეგიძლიათ რომ მოგვაწოდოთ რაიმე მასალა ჩვენს კიდევ მე არ მსმენია რომ რაიმე კიდევ დარჩათ ადმინისტრაციულ რესურსში გამოუყენებელი. დამეწუნეთ ვერც ეს ხელისუფლება, ვერც წინა ხელისუფლება და ვერც შემდგომი ხელისუფლება ვერ მოახერხებს ვერც თქვენ დაშინებას, ვერც თქვენ დაშანტაჟებას, რაც უნდა ეცოდნ ამას, თქვენი თავისუფალი არჩევნების სადარაჯოზე უნდა იდგეთ და თავისუფალი ადამიანმა უნდა შეძლოს მხოლოდ თავისუფალი ქვეყნის აშენება. იმედიას სასამართლოს მიმართავთ, თუ მსგავსი ფაქტი გექნებათ, იმიტომ რომ ეს სერიოზული განაცხადია, თუ ვინმეს აშინებენ, აუცილებლად უნდა მიმართოს პიროვნებამ სასამართლოს და სამწუხაროდ პიროვნების სასამართლოს ამ შემთხვევაში ხა შეშინებული ადამიანი არ მიმართავს და ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმედი მაქვს რომ ვინმე მაინც არ აღმოსდება. ის გეუბნება თქვენ რო აშინებს, შესაბამისად უნდა ეს განაცხადოს კიდევაც. დიდი მადლობა. მე მაყურებელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო რესპუბლიკური პარტიიდან გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ყვირელაშვილი. დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში იყავით მონაწილეობას და მინდა წინასწარ დავანოსო, რომ ხვალ თქვენ ლევან ალექსიშვილის გადაცემაში კვირის თემა პირდაპირ ეთერში თქვენი პარტია შეძლებს ამ მრჩეველი დაარწმუნოს თუ რატომ უნდა დაგიჭირო მხარი თქვენ რესპუბლიკელებს. მადლობა. მადლობთ. ჭაბუკიანის ჰერეთმა გურჯაანის ალაზანი ანგარიშით 2-1 დაამარცხა, შეხვედრა ლაგოდეხში ჩატარდა. პირველი გოლი ჰერეთის ფეხბურთელმა მიხეილ მახათაძემ გაიტანა, რომელიც გასულ სეზონში ალაზანის საფეხბურთო გუნდში ირიცხებოდა. გურჯაანელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, თუმცა ლაგოდეხელები მეორე გოლით წინ გავიდნენ. მეორე ტაიმში გუნდებმა ანგარიშის შეცვლა ვერ მოახერხეს. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. 6-ზე მეტ სახელმწიფო სერვის ბიზნესი ერთ ჭერქვეშ ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებს. ბიზნეს სახლის პროექტს, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მმართველობითი რეფორმის ნაწილის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, საფუძველი დღეს ჩაეყარა. ბიზნეს სახლი სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს. არის 600-ზე მეტი მომსახურება, რომელსაც ბიზნესი იყენებს დღეს სახელმწიფოს მხრიდან. და ყველა ეს მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი ერთ სივრცეში. ეს არის რევოლუციური პროექტი ფაქტიურად, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს. თვისობრივად გააუმჯობესებს ხარისხს, მიწოდების ხარისხს და რა თქმა უნდა შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს მომსახურებაზე. ასე რომ ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, მართლობითი რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სერიოზულ ცვლილებას მოიტანს სახელმწიფოში ბიზნესის კეთების, გაიოლების, გამარტივების კუთხით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროპაში ამერიკის არმიის სარდალს გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ბენ ჰოჯეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესახებ იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო ახალი წვრთნების პროგრამას და საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას. მიმოვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები დაკავშირებული თავდაცვის სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, ჩვენი შესაძლებლობების გაზრდასთან
ასევე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაძლიერებას, არის სწორედ ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ბუნებრივია ახლო მომავალში დავიწყებთ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას წვრთნების პროგრამებისთვის, რათა ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს იმ სტანდარტებთან თავსებადი, რასაც ქვია ნატო სტანდარტები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამალია სულეიმანოვა დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურ პირებზე გაასაღა ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. დაკავებულის პირადი ჩხრიკისას ამოღებულია დიდი ოდენობით გაყალბებული ამერიკული ვალუტა. მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აგროჟურნალისტიკა ახალი სასწავლო კურსი მომავალი ჟურნალისტებისთვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის გაშუქების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სასწავლო მოდულის ავტორები აგროექსპერტები და ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორები არიან. იდეის და პროექტის ავტორი ჟურნალისტიკის რესურს ცენტრია. დღეს 14 უნივერსიტეტი მონაწილეობდა ღონისძიებაში, მათგან 6 უკვე პროგრამაში აქვს შეტანილი აგროჟურნალისტიკა, როგორც სასწავლო არჩევითი მოდული და არის გამოხატული ინტერესი, რომ სხვა უნივერსიტეტებშიც დაინერგოს. მე აღარ დავიწყებ საუბარს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ყველა ლოზუნგში ამის გვესმის, რომ აგროქვეყანა ვართ, მაგრამ პრაქტიკაში ეს ჩვენ და სამწუხაროდ არ აისახება მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ამ დარგის განვითარება ის რომ ჟურნალისტებმა უკეთ გააშუქონ აგროთემატიკა, საბოლოოდ სწორედ გავლენას იქონიებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის უკეთ წარმოებაზე. აგროსფეროსთან დაკავშირებით რამდენიმე წლის წინ ცოდნის დონე საკმაოდ დაბალი იყო. ახლა ვხედავთ, რომ ეს პრობლემა ეტაპობრივად გვარდება. სოფლის მეურნეობის გაშუქების მოდელი მზადაა და ესეც საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს. მიხარია, რომ ახალგაზრდების ინტერესიც ამ მხრივ იზრდება. მე ვფიქრობ, რომ ეს ის პროექტია, რომელიც მედია სკოლებს სჭირდება იმიტომ, რომ საქართველოს სჭირდება ნამდვილად. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე მაქვს გარკვეული გამოცდილება იმ თვალსაზრისით, რომ იგივე პროფესიული პროგრამების განვითარებაში მიგვიღია მონაწილეობა და იქ ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის, სოფლის მეურნეობის მოვლის კულტურას ვაკვირდებოდით, ხედავდით, რომ ეს საკმაოდ უკვე ჩამორჩება დღევანდელ მოთხოვნებს და დღევანდელ დროს. ჩვენ ვთქვით, რომ სოფლის მეურნეობის საკითხების გაშუქება მეტად მნიშვნელოვანი საკითხი არის და ზოგადად ჟურნალისტებმა დარგობრივი ცოდნა უნდა გააღრმაონ. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის პოლიტიკის გამო ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები განხანგრძლივა. Deutsche Welle-ის ინფორმაციით, საჯარი მოზომები ნახევარი წლის პერიოდზეა გათვლილი და 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამასთან ევროკავშირი არ აპირებს ორგანიზაციებისა და კონკრეტული პირების სიის გაზრდას, ვისაც სანქციები შეეხება. ამ დრომდე ევროკავშირის სასანქციო ზომები 146 ადამიანსა და 37 დაწესებულებაზეა ვრცელდება. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა სანქციები პირველად 2014 წლის ზაფხულში დააწესა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებული რუსული კომპანიების სია გააფართოვა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა სანქციები კიდევ 91 კომპანიას დაუწესა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი გადადგა ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ჟურნალისტების ცნობით მთავრობის ხდომაზე აბრაჰამიანმა განმარტა, რომ თავისი გადადგომით სურს სომხეთის პრეზიდენტს საშუალება მისცეს ახალი მთავრობა ჩამოაყალიბოს. ჰოვიკ აბრაჰამიანის თქმით, სახელმწიფო მართვის საკითხებში ახალი მიდგომებია საჭირო. მისივე განცხადებით, ახალი მთავრობის წევრებთან გააგრძელებს მუშაობას, რადგან აქტიურ პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. ჩინეთის ქალაქ სუზოუში წარსული ისევ ცოცხლობს, ვინაიდან მის არხებს კლასიკური ძველებური ბაღები აკრავს, რომლებიც ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ასეულობით წლის წინ. ამ ჩინურ ქალაქს დასავლეთით ტბა ტაი ესაზღვრება, ხოლო მისი ქუჩები არხებით დაქცელილია. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ჩინეთის ვენეციას. ნავით გასეირნების შემთხვევაში, რომელსაც ძველებურ სამოში გამოწყობილი კონდოლიერები მართავენ, ქალაქის შესანიშნავი ხედები
კვარტალები იშლება. აქ იხილავს ქალაქის უძველეს შენობებს, რომლებსაც ძველი იარსახი აქვს შემორჩენილი. ქალაქი სავსეა მწვანე ნარგავებით, წყალმცენარეებითა და ბამბუკებით, რითაც დეკორატიული ბაღებია შექმნილი და მებაღეობის ხელოვნებაზე მეტყველებს. აქ შეხვდებით ცნობილ ლურჯი ტალღის პავილიონსაც. 5000 წლის განმავლობაში ქალაქის სიზოუ აბრეშუმის სავაჭრო გზას წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო. ქალაქი სავსეა მწვანე ნარგავებით, ბამბუკებით, წყალმცენარეებით, რომლებიც 2025 წლისთვის ევროპის ჯუჯა სახელმწიფოს მონაკოს ტერიტორია 6 ჰექტარით გაიზრდება. მონაკოს გაფართოებაზე ფრანგული საინჟინრო კომპანია მუშაობს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ტერიტორიის გაფართოება მოხდება ზღვის სანაპიროს გაზრდის გზით და ამისთვის მილიარდი ევრო დაიხარჯება. ახალ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი კორპუსები, განთავსდება სავაჭრო ცენტრები, მოეწყობა რეკრეაციული ზონა და პარკინგის ადგილი. მილიარდი ევრო დაიხარჯება. ახალი ტერიტორია ახლა კი დღის სხვა ამბები სიასა ახალი კლიპის სიმღერაზე Greatest, რომელიც რეპერ კენდრიკ ლამართან ერთად არის ჩაწერილი. ყველა რეკორდს ხსნის. კლიპმა YouTube-ზე 2 დღეში თითქმის 7 მილიონი ნახვა დააგროვა. კლიპში მთავარ როლს ისევ 13 წლის მოცეკვავე მედი ზიგლერი ასრულებს. ევრობასკეტი 2017-ის ფარგლებში გამართული საქართველოს მონტენეგროს მატჩში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიში წააგო. ქართველები მარცხის მიზეზად მსაჯის უყურადღებობას ასახელებენ. გადამწყვეტ მომენტში ნიკოლა უჩევიჩმა ჩვენს ფარქვეში მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი ჰკრა. გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო. ახლა ამინდი ტელეკომპანია გურჯაანის ეთერში. ახალი ამბები ნინო სამნიაშვილმა გაგაცანა და გემშვიდობებით ორშაბათამდე. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ დილის საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის სიუჟეტები შეგძლებთ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გუყურეთ სილქნეზე, მაგთისაცადა ვიდეოზე ნახვამდის.